შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, 11 ქვეყანა არის ძალიან საინტერესო ჯგუფი სახელმწიფოების, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი რეგიონი, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეგიონში ძალიან ბევრი მოვლენაა ისეთი, რომელიც ქვეყნებს შორის გარკვეულ ბარიერებს და ზღუდეებს აღმართავს. უბრალოდ ჩამონათვალიც კი ამ ქვეყნების საქართველო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა და ასე შემდეგ. საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი ამ რეგიონში და თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, ერთ-ერთი ეს ქვეყანა ბოლო მიზნებს ვერ მიაღწევს. ამიტომ აუცილებელია ასეთი ფორმატები. კონკრეტულად ამ კონგრესმა რა წვლილი შეიტანა არსებული პრობლემების მოგვარებაში, კითხვა რომ დაისვას, შეიძლება კონკრეტული შედეგი ვერ დავასახელოთ, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი შედეგი. პოლიტიკური წრეები, პარლამენტარები აქ ძალიან ღიად და თამამად საუბრობენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აღელვებს ამა თუ იმ ქვეყანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კონკრეტული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის იქნება ნოყიერი ნიადაგი, რომელზეც შემდგომ მთავრობები იღებენ გადაწყვეტილებებს. მე 5 წუთის წინ გადავეცი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის უფლებამოსილება ჩემს კოლეგას საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, და საბერძნეთი მომავალი 6 თვის განმავლობაში იქნება თავმჯდომარე ქვეყანა საპარლამენტო ასამბლეის, შესაბამისად შემდეგი კონგრესი გაიმართება ათენში 10-12 მაისს.